ამერიკელი მხატვარი ანა მოზესი, იგივე ბებია მოზესი, გრინვიჩში, ნიუ-იორკში 1860 წლის 7 სექტემბერს დაიბადა. ანა მესამე ბავშვი იყო რობერტსონების 10 შვილიან ოჯახში. ხატვა ბავშვობიდან უყვარდა. ხატვისას ლიმონსა და ყურძენს იყენებდა და მათი წვენის მეშვეობით ფერადოვან პეიზაჟებს ქმნიდა. მომავალი მეუღლე 27 წლის ანამ ფერმაში მუშაობისას გაიცნო. წყვილს ქორწინებაში 10 შვილი შეეძინა, თუმცა მათგან მხოლოდ 5-მა მიაღწია ზრდასრულ ასაკამდე. ადრეული ასაკიდან ანას ქსოვა და ქარგვა იტაცებდა. ჰქონდა საკუთარი პატარა მაღაზიაც. მაღაზიაში ის მის მიერ შექმნილ ხელნაკეთ ნივთებსა და ტანსაცმელს ყიდდა. ასაკის მატებასთან ერთად ანას ფერმაში მუშაობა გაუჭირდა. სირთულეების მიუხედავად შრომას შეჩვეული ქალბატონი ცდილობდა ფერმისთვის მეუღლესთან ერთად მიეხედა. თუმცა 1927 წელს მისი მეუღლე გარდაიცვალა. ფერმის საქმეები კი მისმა ვაჟმა გადაიბარა. ანა საცხოვრებლად ქალიშვილთან გადავიდა. გარკვეული დროის მანძილზე ანა კვლავ ხელსაქმით ირთობდა თავს. ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის ხელნაკეთ ნივთებს ამზადებდა. თუმცა ართრიტის გამო მალე იძულებული გახდა ამ საქმისთვისაც თავი დაენებებინა. ერთხელ მისმა დამ ანას ურჩია ხატვა დაეწყო და მართლაც მალევე დის რჩევით ის ხატვას დაუბრუნდა. 1938 წელს აფთიაქში გამოფენილი ანას ნამუშევრები ერთ-ერთმა კოლექციონერმა შეამჩნია. კოლექციონერზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ანას ნამუშევრებმა. აფთიაქში გამოფენილთაგან ერთ-ერთი შეიძინა და ნიუ-იორკში გააგზავნა. მალე ანას ნამუშევრებით არაერთი ადამიანი დაინტერესდა. მისი პირველი გამოფენის შემდეგ კი პრესაში არაერთი სტატია გაჩნდა ბებია მოზესის შესახებ. ანამ და მისმა ნამუშევრებმა სულ მცირე ხანში კოლექციონერების, ხელოვნების მოყვარულების ყურადღება მიიპყრო და საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა. იმხანად მისი ნამუშევრები მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში გამოფინეს. ბებია მოზესის ნახატებს შეხვდებოდით ყველგან, კალენდრებზე, მისალოც ბარათებზე, ბანერებზეც კი. 101 წლის ანა სიცოცხლის ბოლო წუთებამდე დაუღალავად მუშაობდა. ხატავდა სოფლის პეიზაჟებს, ფერმერთა ყოველდღიურობის ამსახველ სცენებს, ქმნიდა მრავალფიგურიან კომპოზიციებს. დაახლოებით 30 წლის განმავლობაში მან 1500-ზე მეტი ნამუშევარი შექმნა. პოპულარობის მატებასთან ერთად მისი ნამუშევრების ფასიც გაიზარდა. ცნობილია, რომ მისი ერთ-ერთი ნამუშევარი 2004 წლის აუქციონზე $60,000, ხოლო მეორე ნამუშევარი 2006 წელს $1,360,000 გაიყიდა. ბებია მოზესი 1961 წლის 13 დეკემბერს 101 წლის ასაკში გარდაიცვალა.